აღზრდის მეთოდები აუტიზმში, მხედველობა და სმენად აქვეითებული ადამიანების ცხოვრებაში ოჯახების და სახელმწიფოს როლი. ამ თემაზე მოხსენება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის აუტიზმის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილემ ადემ ქოინჯუმ წაიკითხა. კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის ბათუმის დინამოსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირება. კონფერენციას სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ პერიოდულად ხელს შევუწყობთ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ჩატარდეს, გაიმართოს და კიდევ რამოდენიმეჯერ მოვიწვევთ ჩვენ თურქ პარტნიორებთან ერთად გვექნება შეხვედრები და გავმართავთ უფრო მსგავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს. Engellerin sosyal hayata karışımı ile ilgili. ვიმსჯელეთ თურქეთსა და საქართველოში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე და შევადარეთ ქვეყნებში არსებული რეალობა. ასევე ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საზოგადოებაში ინტეგრირება და რა კეთდება ამისთვის საქართველოში.